ვიცი, ამბობენ რომ ჩიპიანი არისო და აი ამის გამო. და რა პრობლემაა ჩიპში? რა ვიცი, დიბლეშ სერია რომ არ უნდა ავიღოთ და მამაოც ამბობს რომ არ შეიძლება აღება. კონკრეტულად ბიომეტრიული პასპორტი ისეთი საშიშროება ზოგადად უფრო მეტი კონტროლია რა ხალხის და ამის გამო არის ჩემი აზრით ცუდი. აი რა სახის კონტროლი? ყველანაირი, ანუ ყველაფერი ეცოდინება ჩემს შესახებ. ხო, ანუ რაღაც იმ ჩიპზე იქნება მიღებული ანგარიშის ნომერი და ასე შემდეგ, ხო? ანუ ყველაფერი იქნება ცნობილი რა, ანუ ზემოთ. რო ანუ რას ვიყიდი, რას გავაკეთებ, ყველაფერი ალბათ ჩემს შესახებ. ამის გამო მგონია რომ ცუდია. და შენი აზრით უნდა იყოს თუ არა ეს საჯარო განხილვის საგანი მათი შემოღება? საჯარო განხილვის საგანი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ვიცი რომ არ იქნება არასდროს, იმიტომ რომ უკვე დაიწყო ეს პროცესი და აქედან არ იწყება, ასე რომ არ იქნება აი განხილვა, დარწმუნებული ვარ მაგაში. კარგი ალბათ. აი და რა მხრივაა კარგი? ანუ იცით საერთოდ ეს რა სახის პასპორტი იქნება? არა? გამოგდნენ არა. არ თქვენ არ იცით? და ისე როგორ ფიქრობთ, ამაზე უნდა იყოს მსჯელობა, აი ხალხში თუნდაც და გააგებინოს თავრობამ ხალხს ეს რა პასპორტებია და ასე შემდეგ? და რატომ? რატომ და გაურკვეველია ძალიან ბევრი. ანუ ჩემი აზრით უფრო გაადვილდება რა ეს ბიომეტრიული პასპორტების შემოვა კომუნიკაცია და ნუ უფრო გაადვილდება რა. და პრობლემას აი კონტროლის თვალსაზრისით ვერ ხედავ? კონტროლი სადაც სახე კონტროლს თუ დაჭირდათ და ამიტომ ამის გულისთვის ვერ ხედავ კონტროლს. და ისე შენი აზრით ეს უნდა იყოს თუ არა ამ პასპორტების შემოღება საერთოდ საჯარო განხილვის საგანი, ანუ პირდაპირ შემოიღონ თუ ჯერ საზოგადოებაში უნდა განიხილოს ეს ყველაფერი? ვფიქრობ რომ საერთოდ ყველაფერი უნდა იყოს საზოგადოებას რა და მე უფრო ადვილი იქნება რა, პროტესტი არ იქნება ხალხს არავის და მართლა იქა ინფორმაცია არ მოხდა, თქვენ კი მეუბნებით, მე მისჩენიო ნახო და მერე გავაკეთე. და აქედან გამომდინარე, აი როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ეს საჯარო მსჯელობის საგანი ამ პასპორტების შემოღება არ შემოღება? კარგი იქნება თუ მაინც აზრი გათვალისწინებული იქნება გარკვეულწილად მეტად, იმიტომ რომ უფრო ვისაუბრეთ, უფრო გასაგები იქნება ეს რატო რაღაც ჩიპებთან დაკავშირებული, ნუ რელიგიური თვალსაზრისით თითქოს მას საპატრიარქოს პოზიცია არ არის. უარყოფითად უყოს ეს როგორ რელიგიურ გაზეთს სამიტი. მაგრამ აი გარკვევით გითხრათ რა არის, როგორია ეს არ ვიცი. ანუ შესაბამისად რაღაც პოზიციაც არ გაქვს. ხო, აი არა მაქვს ჩამოყალიბებული. მე მაგალითად ვარჩევდი რომ ჩემი ძველი პირადობის მოწყობა დამეტოვებინა თუ შესაძლებელი იქნება. და რატომ? აი ისევ იმასთან დაკავშირებული რაც გითხარ. რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებული. და ისე ფიქრობ თუ არა რომ ეს საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოს ამ პასპორტის შემოღება და რატომ? რომ გაიფანტოს ეს ეჭვები, რა ვიცი. კარგი. და ისედაც გავიგოთ ჩვენ რა ის არის, რასთან რა